ისრაელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ელჩმა დანი დანონმა ამ კვირაში ძალიან კაფიო გზავნილი გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს. ისრაელი არ ტოვებს იუდეასა და სამარიას. მოდით ვნახოთ ვიდეო. და თუ ეს საბჭო სერიოზულად უდგება რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, უნდა გაიგოს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენ არსად მივდივართ. როდესაც გამომსვლელები ერთმანეთის მიყოლებით საუბრობენ დასახლებულთა ძალადობაზე, ეს შეურაცხყოფაა ისრაელის მიწაზე ათასობით წლის უწყვეტი ებრაული ისტორიის მიმართ. ებრაელები არასოდეს ყოფილან და არასოდეს იქნებიან დასახლებულები იუდეასა და სამარიაში. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება იუდეას გადაცემაში JNS TV-ზე. მე ვარ ჯო შეისტონი. როგორც ნახეთ, საბჭოზე გამოსვლა შეეხებოდა ისრაელ-არაბთა კონფლიქტს და რეგიონის მომავალს. დანონმა უარყო იდეა, რომ იუდეასა და სამარიაში ებრაული თემები უნდა მოეხსნათ და გაიხსენა ებრაელი ხალხის 1000-წლოვანი კავშირი ამ მიწასთან. მისი კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბა ეგრეთ წოდებული ისრაელ-არაბთა კონფლიქტზე სასაუბროდ, სადაც ისრაელი კვლავ დებატების ცენტრში აღმოჩნდა. დანონმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა მკაფიო გზავნილის გადასაცემად. ისრაელი არსად წასვლას არ აპირებს. დანონმა საერთაშორისო ზეწოლასაც უპასუხა იუდეასა და სამარიაში ებრაული თემების საკითხზე. მან განაცხადა, რომ ებრაელი ხალხის ისტორიული კავშირი ამ ტერიტორიასთან უეჭველია და ეს თემები ზრდას გააგრძელებენ. მაგრამ ეს უფრო ფართო კითხვასაც აჩენს. როდესაც ომები და ჰუმანიტარული კრიზისები მძვინვარებს ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში, დაოფლიოში, რატომ უთმობს გაეროს უშიშროების საბჭო ამდენ ყურადღებას ებრაულ სახელმწიფოს? საქმე ასეა. ებრაელები რომ არ იყვნენ, სიახლეც არ იქნებოდა. როდესაც საქმე ისრაელსა და ებრაელებს ეხება, გაერო ისევ და ისევ იწვევს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომებს. არ გამიკვირდება თუ ისინი ისრაელზე სასაუბროდ შობის დილას დილის 5 საათზე შეიკრიბებიან. მაგრამ როდესაც აფრიკაში ნამდვილი გენოციდები ხდება და მსოფლიოში ომებია, გაეროსგან მხოლოდ სიჩუმეა. სირცხვილი იმ გაეროს ქვეყნებს, რომლებიც ამზაფრებენ კონფლიქტს და ავრცელებენ სიცრუეს ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. გაეროზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, რა მოხდება თუ ის რიცხვები, რომლებსაც მსოფლიოში იყენებენ, რათა ისრაელელები დასახლებულთა ძალადობაში დაადანაშაულონ, რეალურად იმ შემთხვევებზეა დაფუძნებული, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოების ძალების თქმით არაბების თავდასხმები იყო. ახალმა სპეციალურმა ანგარიშმა შეისწავლა გაეროს მონაცემები რეგიონში ძალადობის შესახებ და აღმოაჩინა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ზოგიერთი ამ შემთხვევის კლასიფიცირება. JNS-მა ამ კვირაში ამ აღმოჩენებზე გაავრცელა ინფორმაცია. გაეროს აქვს მონაცემთა ბაზა, რომელსაც ხშირად ციტირებენ მთავრობები, დიპლომატები და საერთაშორისო მედია, როდესაც განიხილავენ იმას, რასაც ისინი უწოდებენ დასახლებულებთან დაკავშირებულ ძალადობას იუდეასა და სამარიაში. მაგრამ ისრაელის პრესსამსახურის, ანუ TPS-ის ახალი გამოძიება, რომელიც JNS-მა გამოაქვეყნა, კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რა ითვლება რეალურად. და ერთი კონკრეტული შემთხვევა განსაკუთრებით აჩვენებს ამ დაპირისპირებას. 27 იანვარს მასაფარიატას რაიონში, ჰებრონის სამხრეთ ბორცვებში ძალადობა დაიწყო. ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციისთვის გაეროს ოფისი, ანუ OCHA, ამ შემთხვევა აღრიცხა, როგორც ისრაელელი დასახლებულების მხრიდან მასშტაბური თავდასხმა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 100 ისრაელი შეიჭრა პალესტინურ თემებში, თავს დაესხა მოსახლეობას, მოპარა ასობით სხვარი, დააზიანა ქონება და დაჭრა ადამიანებიები. მაგრამ ისრაელის სამხედრო კომუნიკაციები და სხვა მასალები, რომლებიც TPS-მა განიხილა, სრულიად განსხვავებულ მოვლენათა განვითარებას აღწერს. იმ ანგარიშის მიხედვით, არაბებმა ჯერ თავს დაესხნენ ებრაელ წყემს ქვებით, დაჭრეს იგი და მოპარეს მისი ფარა. ისრაელის ძალებმა მოგვიანებით ტერიტორია გაჩხრიკეს და ცხოვრების ნაწილი დააბრუნეს. მაშ, როგორ აღმოჩნდა ეს ინციდენტი გაეროს დასახლებულებთან დაკავშირებული ძალადობის მონაცემთა ბაზაში? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიება აპენებს. OCHA-ს დასახლებებთან დაკავშირებული ძალადობის განმარტება უფრო ფართოა, ვიდრე ტერმინი შეიძლება მიანიშნებდეს. მასში შეიძლება შევიდეს ძალადობა, შევიდეს ძალადობა, დაშინება, ან ქონების დაზიანება, რომელიც განხორციელებულია ისრაელელების მიერ, ან შემთხვევები, რომლებშიც იუდეასა და სამარიაში ისრაელის სამოქალაქო პირები არიან ჩართული იუდეასა და სამარიაში. და OCHA-ს საკუთარი მეთოდოლოგიის მიხედვით, ყველა დეტალი დამოუკიდებლად არ დადასტურდება, სანამ შემთხვევა ბაზაში შევა. ეს ნიშნავს, რომ არაბი ისრაელელს დაესხას თავს, ან ისრაელელი არაბს დაესხას თავს. ან შემთხვევა, რომელშიც პასუხისგებლობა სადავოა, შეიძლება იგივე ფართო კატეგორიაში მოხდეს. და ეს რიცხვები დამატებით კითხვებს აჩენს. OCHA-მ 2025 წელს
დაახლოებით 1800 შემთხვევა დააფიქსირა დასახლებულთა ძალადობის შესახებ. ამასობაში ისრაელის პოლიციამ 967 მსგავსი ძალადობის შემთხვევა გამოიძია და მხოლოდ 61 შემთხვევაში წარედგინა ბრალდება. ისრაელელი მკვლევარი რეზერვის პოლკოვნიკი გაბი სუბონი ამბობს, რომ ეს განსხვავება სერიოზულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ითვლიან ამ შემთხვევებს. გამოძიებამ ასევე შეისწავლა ათასობით შემთხვევა გაეროს მონაცემთა ბაზაში. მეირ დოიჩი, რეგავის მოძრაობის გენერალური დირექტორი, განუცხადა TPS, რომ მისმა ორგანიზაციამ მიიღო OSHA-ს მონაცემთა ბაზა, რომელიც დაახლოებით 8200 შემთხვევას შეიცავს და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად განიხილეს. მან თქვა, რომ OSHA-ს აღწერილობების მიხედვით ზოგიერთი ინციდენტი პალესტინელების მიიღო დაწყებული, ან არ შეესაბამებოდა იმას, რასაც უმეტესობა ეგრეთ წოდებულ დასახლებულთა თავდასხმად აღიქვამდა. და არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. გამომძიებლები აღიარებენ, რომ ისრაელელებს ჩაუდენიათ ძალადობა და ეს დანაშაულები უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. საკითხი არ არის იმაში, არსებობს თუ არა ასეთი ძალადობა. საკითხი ის არის, სწორად ადგენენ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინ ჩაიდინა თავდასხმა და ხვდება თუ არა სადავო შემთხვევები ისეთ კატეგორიაში, რომელიც შემდეგ გამოიყენება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის აგრესორებად წარმოსაჩენად. ანგარიში რამდენიმე მაგალითს იძლევა. მარტში 18 წლის ისრაელელი იეჰუდა შერმანი დაიღუპა ინციდენტში, რომელშიც არაბი მძღოლი მონაწილეობდა. OSHA-მ თავდაპირველად ინციდენტის შეჯახება აღწერა. მაგრამ მოგვიანებით, შინ ბეთის განცხადების მიხედვით, პალესტინელმა მძღოლმა აღიარა, რომ განზრახ დაედევნა შერმანის მანქანას და სიჩქარე მოუმატა და შეეჯახა მას, რაც ტერორისტულ თავდასხმად აქცევს ამ შემთხვევას. ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს მიხედვით. კიდევ ერთ შემთხვევაში კალანდიასთან, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, OSHA-მ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა არაბ მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. მაგრამ სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ისრაელის ძალებზე M16 შაშხანით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც სროლის შედეგად მოკლეს. და მესამე შემთხვევაში, OSHA-მ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა და დასახლებების მცხოვრებლებმა პალესტინელი მოზარდი მოკლეს სამარიაში, პირუტყვთან დაკავშირებული დაპირისპირების დროს. მაგრამ TPS-ის მიერ გადახედულმა ვიდეო სხვა თანმიმდევრობა აჩვენა. არაბებმა სავარაუდოდ ისრაელის თემიდან ცხვარი მოიპარეს და დაპირისპირება დაიწყო, როდესაც ისრაელელები დაკარგული პირუტყვის საძებნელად წავიდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წყაროს თქმით, მოზარდს მას შემდეგ ესროლეს, რაც ჯარისკაცებს ქვებით დაესხნენ თავს. უფრო ფართო შეშფოთებას იწვევს ის, რა ბედი ეწევა ამ მონაცემებს მათი გამოქვეყნების შემდეგ. OSHA-ს მონაცემებს საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ისრაელის პოლიტიკის, სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის შესახებ დისკუსიებში. სინამდვილეში, ევროპის კავშირმა მიმდინარე წლის მაისში სანქციები დაუწესა ისრაელის ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რასაც მან ექსტრემისტი დასახლებელების ძალადობა უწოდა. ერთ-ერთი სამიზნე იყო ორგანიზაცია Regavwemi და მისი დირექტორი მეირ დოიჩი თავად. გაეროს სისტემის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სადავო ან არასწორად კლასიფიცირებულ შემთხვევებს შეიძლება ჰქონდეთ შედეგები, რომლებიც გაცილებით ცდება უბრალოდ ცხრილს. ისინი შეიძლება გავლენას ახდენდნენ იმაზე, თუ როგორ არის წარმოჩენილი ისრაელი მსოფლიოში. TPS-მა და OSHM დეტალურად დასვეს კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ამოწმებს გაერო შემთხვევებს. შეძლებს თუ არა გაერო დააშოროს ებრაელების მიერ ჩადენილი დარასტურებული თავდასხმები სადავო შემთხვევებს, შეიძლება თუ არა არაბების მიერ ინიცირებული ინციდენტები მოხდეს მონაცემთა ბაზაში და ხდება თუ არა ჩანაწერების გასწორება, როდესაც უსაფრთხოების შემდგომი მიგნებები ეწინააღმდეგება თავდაპირველ ინფორმაციას. OSHA-მ არ უპასუხა. ევროკავშირმაც ასევე არ უპასუხა პირდაპირ კითხვას, თუ გამოიყენებოდა თუ არა გაეროს მონაცემები ან სხვა საველე ანგარიშები სანქციების მიღებისას. და ეს ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ სტატისტიკას ეგრეთ წოდებული დასახლებულთა ძალადობის შესახებ, ნამდვილად ზომავენ თუ არა ისინი დასახლებულთა ძალადობას. თუ ისინი ზოგჯერ ზომავენ კონფლიქტს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის ისე, რომ ზუსტად არ ადგენენ, ვინ დაიწყო იგი. რადგან როგორც კი ეს რიცხვები საერთაშორისო სისტემაში ხდება, ისინი შეიძლება ბევრად მეტი გახდნენ, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სათაურებზე. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე. და მათ შეუძლიათ განსაზღვრონ მსოფლიოს აღქმა იმისა, რაც სინამდვილეში ხდება აქ, იუდეასა და სამარიაში. გავაგრძელოთ, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ გეგმავდა თავდასხმას ცერემონიაზე, რომელიც ეძღვნებოდა ებრაელი ოჯახების დაბრუნებას განეინეემში, ჩრდილოეთ სამარიაში, ამ კვირაში აღკვეთეს. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 3 ძებნილი ტერორიზმში ეჭმიტანილი ჯენინში, რომლებიც ეჭმიტანილნი იყვნენ მოახლოებული თავდასხმის დაგეგმვაში.
ისრაელის პოლიციის, თავდაცვის ძალებისა და შინბეტის ერთობლივი განცხადებით, იამამმა ისრაელის ეროვნული ანტიტერორისტული დანაყოფმა იმოქმედა შინბეტის ზუსტი დაზვერვის საფუძველზე. მათ შტურმით აიღეს შენშენობა, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ და სამივე დააკავეს. ეჭვმიტანილების შემდგომი დაკითხვისთვის შინბეტში გადაიყვანეს. ისრაელის ხელისუფლებამ საჯაროდ არ დაასახელა სავარაუდო სამიზნე, მაგრამ ARC-14-ის სამხედრო კორესპონდენტ ჰილელ ბიტენ როზენის თქმით, ჯგუფი გეგმავდა თავდასხმას ცერემონიაზე, რომელიც განეინეემის თემის აღდგენის აღსანიშნავად იმართებოდა. სამარიის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა იოსი დაგანმა განაცხადა, რომ თავდასხმის მცდელობა აჩვენებს, რომ ტერორისტები აცნობიერებენ ისრაელის ჩრდილოეთ სამარიაში დაბრუნების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ არ შევშინდებით და არ გავჩერდებით, განაცხადა დაგანმა. მან დაამატა: განდევნიდან 21 წლის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით განეინეემში და კიდევ უფრო მეტ თემს დავაარსებთ ჩრდილოეთ სამარიაში. მან ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმი არ განსაზღვრავს, სად იცხოვრებენ ებრაელები ისრაელის მიწაზე. ეხლა ეს შეიძლება მასობრივი მსხვერპლის შემთხვევა ყოფილიყო, მაგრამ პოლიციისა და დანარჩენი უსაფრთხოების სტრუქტურების წყალობით დიდი ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა. ხოდ რამდენიმე საათით ადრე. ამ ფაქტის გამჟღავნებამდე დავინახე, რომ ჰამასი უკვე ემუქრებოდა ისრაელს განიმის თემის დაარსების გამო. და ეხლა ეს განცხადება. მხოლოდ ერთს ვიტყვი. ღმერთმა დაალოცოს უსაფრთხოების სამსახურები, რომ ეს ბოროტება მანამდე შეაჩერეს, სანამ განხორციელდებოდა. მინოდა განიმში დაბრუნებაზე მოგვიანებით მესაუბრა, მაგრამ ახლა, ამ სასწაულის და ახვეთილი თავდასხმის შემდეგ, სწორედ ახლა ამის განხილვა შესაფერისი. ხუთშაბათს, აგვისტოს 13-ს, ებრაული ოჯახები დაბრუნდნენ განიმში და თემი განაახლეს. დაბრუნება კიდევ ერთი ნაბიჯია ჩრდილოეთ სამარიის ებრაული თემების აღდგენის მცდელობაში. და ოჯახები მარტო არ დაბრუნებულან. ასევე იქმნება ბნეი დავეთ ელეს ეიეშივას ფილიალი, რომელიც გახდება განახლებული თემისნის ნაწილი და გააძლიერებს ებრაულ ყოფნას ამ ტერიტორიაზე. დაბრუნება განეინეემში მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ სამარიაში კიდევ ერთი ახალი დასახლება ემეკ დატანი დაარსდა, სადაც 22 პიონერული ოჯახი გადავიდა. სამარიის რეგიონული საბჭოს მიხედვით, ემეკ დატანი მეხუთე დასახლებაა, რომელიც საბჭომ ერთ წელზე ნაკლებ დროში დაარსა. ეს მთელი ძალისხმევა ეფუძნება კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ მიიღეს თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცისა და ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის ხელმძღვანელობით. სამარიის რეგიონული საბჭოს განცხადებით, მისი ფართო კავშირის გეგმა ითვალისწინებს ჩრდილოეთ სამარიაში 19 ახალი დასახლების დაარსებას. სამარიის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა იოსი დაგანმა განეინეემში დაბრუნება ისტორიული გორიული გამოსწორების მომენტად აღწერა. მან თქვა, ამოძირკვის ნაცვლად ჩვენ მშენებლობას ვახორციელებთ. გასვლის ნაცვლად ჩვენ დასახლებას ვქნით. დაგანმა აღნიშნა, რომ მიზანი მხოლოდ განადგურებული 4 დასახლების აღდგენას არ შემოიფარგლება. მან თქვა, რომ ებრაული მოსახლეობა ჩრდილოეთ სამარიაში ზრდას გააგრძელებს. მისი თქმით, განიმი აღდგენის პროცესშია და მთლიანად ჩრდილოეთ სამარია კვლავ ცოცხლდება. ისრაელის ხალხი სახლში ბრუნდება. ოჯახებთვის, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს, დაბრუნება ძალიან პირადულია. ალონ კუცკი, განიმის დამფუძნებელი ჯგუფის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ოჯახები ტოვებენ თავიანთ კომფორტის ზონას და იკისრებენ მისიას, რომელსაც ის მნიშვნელოვანს უწოდებს. მან თქვა, რომ ძალიან ამაღელვებელია და სიხარულით სავსე დაბრუნდე რეგიონში, რომელიც მიტოვებული იყო. ნახო 21 წლის წინანდელი ნანგრევები. იცოდე, რომ ეს ადგილები ჩვენ გველოდებოდა და დავბრუნდეთ მათთან. კიდევ ერთხელ, 21 წლის წინ განიმი იძულებით დაცალეს. ებრაელი ოჯახები ახლა დაბრუნდნენ. შემდეგ პალესტინის მედიის მონიტორინგის ახალი ანგარიში პალესტინის ხელისუფლებას ადანაშაულებს ანტისემიტიზმის სასტიკი ფორმის წახალისებაში. ამჯერად ისინი თავად ებრაელებს ადანაშაულებენ იმ დევნაში, რაც ევროპაში გადაიტანეს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს პალესტინის ხელისუფლების ოფიციალურ გაზეთ ალ-ჰაიათ ალ-ჯადიდაში 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სვეტზე. კოლუმნისტმა ჰასან ხამიდმა დაწერა, რომ დასავლეთმა მსოფლიომ ძლიერად იცნია ის, რასაც მან ებრაელების სამარცხვინო ქცევის ნიმუშები უწოდა ევროპულ ქვეყნებში და ამტკიცებდა, რომ დასავლეთი სიონიზმს ხარს უჭერდა იმიტომ, რომ სურდა ებრაელებისგან გათავისუფლება და დასავლური საზოგადოების მათგან გაწმენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტისემიტიზმისა და ებრაელების დევნის დაგმობის ნაცვლად სტატია თავად ებრაელებს ადანაშაულებს და მათ ევროპული საზოგადოებიდან გაძევებას გაწმენდის ფორმად აღწერს. მაგრამ ანტისემიტური რიტორიკა ამით არ დასრულებულა. სტატია ისრაელელებს წარმოგვიდგენს რენს როგორც თანდაყოლილად რასისტებს, მათხვარებსა და სისხლისმელებს. ამტკიცებს, რომ ებრაული ნაწერები სავსეა თხუილებით, სისხლის ხურვილითა და ბნელი სიძულვილით. შემდეგ კი გაიმეორა კიდევ ერთი კლასიკური ანტისემიტური ბრალდება, რომ თავად იუდაიზმი ასწავლის არაებრაელების განადგურებას. Palestinian Medis მონიტორინგის ცენტრი აფრთხილებს, რომ ასეთი რიტორიკა უბრალოდ ისტორიის გადახედვა ან პოლიტიკური კრიტიკა არ არის.
ის ებრაელებსა და ისრაელებს წარმოსახავს როგორც ბუნებრივად ბოროტებს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ქმნის იდეოლოგიურ გამართლებას მათ წინააღმდეგ ძალადობისა და ტერორიზმისთვის. აი, რაც ამ ყველაფერს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აქცევს. ეს ჰამასის პროპაგანდა არ არის. ეს გამოქვეყნდა პალესტინის ავტონომიის ოფიციალურ გაზეთში. მაშინ, როცა დასავლეთის მთავრობები აგრძელებენ პალესტინის ავტონომიის მშვიდობის პარტნიორად წარმოჩენას, ასეთი ანგარიშები ძალიან მარტივ კითხვას აჩენს. რა ხდება მაშინ, როცა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობა აგრძელებს ანტისემიტური ნარატივების გავრცელებას, რომლებიც ებრაელებს როგორც ბოროტებას წარმოაჩენს, რომელიც უნდა მოიშორონ? და სწორედ ეს არის საკითხი, რომელსაც პალესტინის მედიის მონიტორინგის ორგანიზაციის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეს. გავაგრძელოთ. ახალი ინიციატივა მიმდინარეობს ჩრდილოეთ სამარიაში, რათა ისრაელი მძღოლები შემთხვევით არ შევიდნენ პალესტინის ავტონომიის კონტროლირებად ტერიტორიებზე. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც ერთმა ისრაელმა დედამ და მისმა ვაჟმა ძლივს შეძლეს ლინჩის მსვლელობისგან თავის დაღწევა. JNS-მა ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რელიგიური სიონიზმის პარტიამ ჩრდილოეთ სამარიაში ახალი მიმართულების ნიშნები დაამონტაჟა, რომლებიც მძღოლებს ებრაული თემებისკენ მიუთითებს. მათ შორის არიან მავო დოტანი, ემეკ დოტანი, ხომეში და სანური. ინიციატივა მოხვა გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, როდესაც ისრაელი, დედა და მისი შვილი შემთხვევით ჯენინში შევიდნენ. ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრეთ წინა კვირის გადაცემაში. თუ გამოგჩათ, პალესტინელმა ბრბომ მათი მანქანა ალყაში მოაქცია. ქვები და აგურები ესროლა და ცდილობდა კარის გაღებას. ორივე მოახერხა გაქცევა და ისრაელის თავდაცვის ძალების საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიაღწია. რელიგიური სიონიზმის პარტიის დეპუტატმა სიმხა როთმანმა JNS განუცხადა, რომ იუდეასა და სამარიის A ზონაში შესული ებრაელები სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან. როთმანმა თქვა, რომ ეს სიტუაცია აჩვენებს იმას, რასაც ის ორმაგ სტანდარტად მიიჩნევს. არაბებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ ისრაელის ქალაქებში. მაშინ, როცა პალესტინელების კონტროლირებად ქალაქებში შესულ ებრაელებს შეიძლება სასიკვდილო ძალადობა შეხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები არიან. რელიგიური სიონიზმის თანამოაზრე დეპუტატმა ოჰად ავილმა აღნიშნა, რომ ისრაელმა ისწავლა, რომ უსაფრთხოების ვაკუუმი სწრაფად ივსება ტერორიზმით. მან მიუთითა ებრაული თემების ზრდა, სადა ისრაელის თავდაცვის ძალების IDF გაზრდილ ყოფნაზე ჩრდილოეთ სამარიაში და თქვა, რომ ამან რეგიონის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. და ეს რიცხვები მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია მაშველების საზღვრების გარეშეს მიხედვით, პალესტინელმა ტერორისტებმა 2025 წელს იუდეასა და სამარიაში ისრაელები 5000-ზე მეტჯერ სამიზნედ აქციეს, მათ შორის ათასობით სარაკეტო თავდასხმა, ასობით ცეცხლმოკიდებული ბოთლი და ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლა. გასულ წელს იუდეასა და სამარიაში 24 ისრაელი მოკლეს. 24. ახალი ნიშნების უკანდგომი გზავნილი მარტივია. სამარიაში იმის ცოდნა, სად მართავ მანქანას, შეიძლება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი იყოს. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ტურისტული განახლება მიმდინარეობს ისრაელის დასახლებაში, გდუმიმში, სამარიაში. 8 მილიონზე მეტი შეკელი იდება ახალ გასართობ და სტუმარ მასპინძლობის პროექტებში. ეს მოიცავს ახალ ნინძა პარკსა და სათავგადასავლო კომპლექსს, რომელიც საზოგადოებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. საბჭო ასევე ანახლებს ადგილობრივ სენ-რიმის ბუნების პარკს და გეგმავს ახალ მემკვიდრეობის პრომენადს, რომელიც გადახურებს გერიზიმისა და ებალის მთებს. ბიბლიური ტერიტორია, რომელიც დაკავშირებულია ისრაელიანთა ისრაელის მიწაზე შესვლასთან. და სტუმრების მისაღებად, გდუმიმი დაახლოებით 7 მილიონ შეკელს ხარჯავს თავისი სტუმარცახლის მასშტაბურ განახლებასა და გაფართოებაში. გდუმიმის მერი უზიელ ვატიკი ამბობს, რომ მიზანია თემის ჩამოყალიბება ტურიზმის მთავარ ცენტრად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ისრაელის სხვადასხვა კუთხიდან სტუმრების მოზიდვა. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩვენს ბიბლიურ და ისტორიულ გულში ებრაული მუდმივობის სიმბოლოდ ადგილზე უფრო და უფრო მეტი რეალობა ყალიბდება. სწორედ ამიტომ ყოველთვის მომწონს ასეთი ისტორიების მოყოლა. იშვიათად ხდება, რომ ახალი საბავშვო მოედანი ან ნინძა პარკი მთავარ ახალ ამბად მოიხსენიონ. მაგრამ იუდეასა და სამარიაში თითოეული საბავშვო მოედანი, პერგოლა თუ შენობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც ებრაელების, მომავლისთვის ისრაელის მიწაზე. და ეს იყო ამ კვირის იუდეას გამოშვება. მადლობა ჩვენს პროდიუსერს ბარბარა კამენოვს, ინჟინერს ერონ ვანგელანთერს, აქ პულტთან ზახ სიკერმანს, ვაინ ლიფშიც, სადგურის მენეჯერს იური ცვეტეცკის, ვიდეო მონტაჟის რედაქტორი ქსენია პელიშენკო და სტაჟიორი ჰაია მუნტინი. არ დაგავიწყეთ, მოგცეთ სუპერ მადლობა, გამოიწერეთ. გაეცანით ყველა შესანიშნავ მასალას JNS TV-ზე და ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შევხვდებით მომავალ კვირას აქ, იუდეას გამოშვებაზე, JNS TV-ზე.